ვინ უნდა აუნაზღაუროს ზარალი 4500 ოჯახს, რომელიც უკვე წლებია კოოპერატიული ბინათმშენებლობის დასრულებას ელოდება. ხალხი, რომელმაც 90-იან წლებში ფული სახელმწიფოს ბინათმშენებლობისათვის გადაუხადა, ისევ ქუჩაშია. დღეს დადალელებული მოსახლეობის პრობლემებით ქრისტიან-დემოკრატები დაინტერესდნენ. პარტიის ლიდერი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს თავად შეხვდა და აღმოაჩინა, რომ აუშენებელი კორპუსების გარდა მერია უარსეუბნება ხალხს ის ფართები დაუკანონოს, რომელიც მშენებლებმა კარგად მდგომარეობაში მიატოვეს და მობინადრეებმა საკუთარი ფული დაასრულეს. ვინ უნდა აუნაზღაუროს ზარალი იმ 4500 ოჯახს, რომელიც უკვე წლებია კოოპერატიული ბინათმშენებლობის დასრულებას ელოდება. ადამიანები, რომლებმაც 90-იან წლებში ფული სახელმწიფოს ბინებისათვის გადაუხადეს, დღეს ისევ ქუჩაში არიან. დაზარალებულ მოსახლეობას ქრისტიან-დემოკრატები შეხვდნენ. სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი ვარკეთილში საღარაძეების ოჯახს ესტუმრა და მათ ქრისტიან-დემოკრატების პროგრამის ის ნაწილი გააცნო, სადაც ამ პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებზეა საუბარი. ამავე თემაზე ესაუბრა ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია ადგილობრივებს. ის დღეს რამდენიმე ოჯახში მივიდა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდა. ეს ადამიანები ითხოვენ აი ამ ნახევრად დანგრეული ფართის გადაცემას იმ ვალის ანაცვლოდ, რაც სახელმწიფოს აქვს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა მიმართ. თუმცა ხელისუფლება ამ მიმართულებითაც არაფრის გაკეთებას არ აპირებს, ამიტომაც არო ქრისტიან-დემოკრატებმა ჩვენ წინას არჩევნო პროგრამაში საგანგებოდ გავწერეთ ყველა ის დეტალი, თუ როგორ აპირებთ ჩვენი მოძრაობა ამ პრობლემის მოგვარებას. მე შევიტანე ფული თავის დროზე, ჩემი დანაზოგი, რომლითაც უნდა აშენებულიყო ჩემთვის 4 ოთახიანი ბინა, ცხოვრებელი ბინა და არაფერი არ გაკეთებულა. ხელისუფლებასთან მოვითხოვთ, რომ აგვინაზღაუროს ჩვენს მიმართ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალი. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს ქრისტიან-დემოკრატები უკვე რამდენიმე წელია გვერდში უდგავართ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და სამართლებრივ დავაშიც კი შევედით ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ დაიწყოს ამ ადამიანების პრობლემის მოგვარება და შემუშავდეს წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ყოველი ოჯახის დავალიანების გასტუმრება. ჩვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ამ ოჯახებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება. ქრისტიან-დემოკრატების ისნის მაჟორიტარი კი დღეს ბოგდან ხმელიცკის ქუჩაზე იმ ადგილას მივიდა, სადაც 2-16 სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც 2 სართული ააშენეს, მშენებლობის პროცესი გაურკვეველი ვადით შეწყდა. ზოგმა მშენებლობის დასრულება საკუთარი ხარჯებით მოახერხა, თუმცა მის დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რის გამოც შენობაში მცხოვრებ ოჯახებს დენისა და ბუნებრივი აირის გარეშე უწევთ ყოფნა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ფართში ცხოვრობენ, მაგრამ არავინ არ უკანონებს. ერთი ხელმოწერაა. საჭირო იმისათვის, რომ ეს კორპუსი დაკანონდეს და ამ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოს უფრო მეტი გულისხმიერება თვითმმართველობამაც, მთავრობამაც იმისათვის, რომ ამ ადამიანებად ჩათვალონ და დაუკანონონ ეს ქონება. წანისის რაიონში მაღალ კომუნალურ გადასახადებებზე ესაუბრა დღეს ქრისტიან-დემოკრატების კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს. ზაზა გაბუნიამ ამორჩევეს კომუნალური გადასახადების შემცირების გეგმა გააცნო და პირობა დადო, რომ თუ ხელისუფლებაში მისი გუნდი მოვა, გადასახადები შემცირდება, ხოლო პენსიები კი გაიზრდება. კრწანისელებს ექნებათ იაფი ტარიფები კომუნალურ გადასახადებებზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში კრწანისელებს ყველა თაობას, ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, ყველა ვეტერანს, ყველა უმუშევარს, ყველა პენსიონერს, ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ექნება უფრო ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ჩემი არჩევის შემთხვევაში კრწანისში დასრულდება ავარიული სახლების და სანიაღრო ქსელების პრობლემა და რაც თავარია, ჩემი ზაზა გაბუნიას კრწანისში არჩევის შემთხვევაში კრწანისის ყველა თაობას, შვილებს ექნებათ განათლება, მშობლებს ექნება დასაქმება და პენსიონერებს, მოხუცებს, ხანდაზმულებს ექნება დაფასება. ძალიან მომწონს პროგრამა, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატები გვთავაზობენ, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების შეღავათიან გადახდას, პენსიონერებისათვის საკმაოდ დიდი ყურადღების მიქცევას, ასევე დასაქმებას. ქრისტიან-დემოკრატები წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობენ. მომდევნო დღეებში მოძრაობის ლიდერები და მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასთან კიდევ არაერთ შეხვედრას გეგმავენ.